მოგესალმებით, თვითონ ტელემაყურებლებო, გადაცემა ეკონომიკური დაიჯესტი დაიწყო, მე მისი წამყვანი ვერხია გიორგაძევა. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი არის ქაბატონი ლია ელიავა, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი. მოგესალმებით, ქაბატონი ლია. მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენს დღის თემას, ეს გახლავთ ეროვნული ბანკის COVID პოლიტიკის მიმოხილვა ანალიზი, ანუ 2020-ის მიმოხილვა გვექნება ეროვნული ბანკის პოლიტიკის, ანუ გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, ინფლაციური პროცესები, რომელიც გაზრდილია დღევანდელ საქართველოში და ამოდა სხვა საჭირო როტო ქართულ პრობლემებზე გვექნება დღეს ჩვენ საუბარი. რაც შეეხება თავიდან შესავალში მინდა თქვა, რომ ეროვნული ბანკის COVID პოლიტიკაზე გვექნება დღეს რა თქმა უნდა საუბარი, თუ რა ნაბიჯები გადადგა ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ რამდენად იყო საკმარისი და სწორი მისი ნაბიჯები, რა არის გასაკეთებელი, რომ თუ ეს არასწორი არის, სწორი როგორი შეიძლება იყოს და აი ამ თემებზე უფრო დეტალურად გვექნება დღევანდელ დღეს საუბარი. მოდით დავიწყოთ ქაბატონო ლია. იქედან რომ ეროვნული ბანკს კურსი გაექცა 2014-ში, გაუფასურება ლარის კურსის ეს იყო დაახლოებით 90%, რასაც მიყვა ინფლაციური პროცესები, განსაკუთრებით რეალური დათვლის თარგეტს, დათვლა გაცდა თარგეტს, ანუ გულისხმობ არა დღევანდელი ჩვენი საქსტატის მიერ დათვლილი ინფლაცია, არამედ რეალურად რაც არის, ის სრულიად 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი არის და აღემატება არსებულს ოფიციალურ მონაცემებს. ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნული ბანკი იწყებს უკვე მონეტარული პოლიტიკის, ანუ საპროცენტო განაკვეთის გაზდას 4%-დან 9%-მდე გაზდას უკვე 2019 წლის დეკემბერში 9%-მდე გაზარდა საპროცენტო განაკვეთი და კოვიდის დაწყება ეს მარტში მანამდე ეს რამდენიმე თვე ისევ 9% იყო და კოვიდმა უკვე ეროვნული ვალუტა გაუფასურა 3-დან 58 ნიშნულამდე. იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა ექსპერტები თქვენიც მათ შორის მახსოვს, რომ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდი პროცესები უკვე დაწყებული იყო ჩინეთში, ევროპაში და აუცილებლად ექნებოდა მას გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, რადგან ჩაიკეტებოდა შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები ყოფილიყო იმპორტთან დაკავშირებით, ასევე ექსპორტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ტურიზმზე ვართ დამოკიდებული და იქიდან შემოსული თანხები, ასევე იმ ქვეყნებიდან შემოსული თანხები, რასაც ქვია ფულადი გზავნილები. ეს წინა ნიშნები იმისა, რომ ეს პროცესები გახანგრძლივდებოდა და საქართველოს ცუდად იქნებოდა და რა თქმა უნდა ლარის პროცესებში კურსზე იმოქმედებდა, ეს მონაცემები ვიცოდით. მაგრამ ეროვნულ ბანკმა ისევ დააგვიანა ალბათ ამ შემთხვევაში და მან მთლიანი წლის განმავლობაში შემდეგ მოუწია 853 მილიონი დოლარის დახარჯვა ეროვნულ ბანკს. ეხლა თავი კითხვა, რამდენად სწორი იყო ამ მონაცემებით ეროვნული ბანკის პოლიტიკა, შეიძლებოდა თუ არა წინასწარ იმ გათვლა ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით. ეროვნულ ბანკს გაუფასურებოდა. ყოველთვის ჰქონდა მონეტარული პოლიტიკის გატარების პრობლემა. თუ თქვათ საბანკო ზედამხედველობას ის მეტნაკლებად ეფექტიანად ახორციელებდა, მონეტარულ პოლიტიკაში ყოველთვის მოიკოჭლებდა. ანუ როგორც ჩანს, ეროვნული ბანკისთვის მეორადი არის მონეტარული პოლიტიკა და საერთოდ ქვეყნის ეკონომიკა და ძირითად ძალისხმევას მაინც რატომღაც საბანკო ზედამხედველობაზე წარმართავს. ყველა მიცის უკვე რამდენჯერ გამემეორებია ჩვენი მაყურებლისთვის, რომ ორგანული კანონით ეროვნული ბანკის შესახებ, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში უნდა იყოს სტაბილური. ბევრი კითხულობს, რა არის ეს სტაბილურობა. პირდაპირ გეტყვით. საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს განსაზღვრული ინფლაციის მაჩვენებლის სტაბილურობა ნიშნავს მის მერყეობას 2%-ის
ფარგლებში პლუს მინუს მე არ მაქვს საუბარი 2% პუნქტზე, არამედ 2%-ზე. ახერხებსა და თუ არა ეროვნული ბანკი ოდესმე ინფლაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ვერასდროს. არა მარტო წლის განმავლობაში, ძალიან ხშირად თვის განმავლობაშიც ის იყო უნარო, რომ შეენარჩუნებილა ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურ დონეზე. ფაქტობრივად ეროვნული ბანკი სისტემატურად არღვევს ორგანული კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, რომ ფასები იყოს სტაბილური. მოდით ჩავეძიოთ, რა ხდება, რატომ ხდება, რომ ეროვნული ბანკი ვერ ერევა ამ მომცანას. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს რა თქმა უნდა არის საკადრო პრობლემა, კადრების კვალიფიკაცია, მათი ცოდნა და მათი როგორ გითხრათ, უნარი, სითამამე, მთლიანად მთელი ეკონომიკური პროცესების გააზრების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არის ძალიან შეზღუდული. ეს შეზღუდვა ალბათ განპირობებული არის როგორც ნაკლები ცოდნით, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარკვეული ზემოქმედებით. ფაქტობრივად ჩვენ ვღებულობთ 2014-დან არა, უფრო სწორედ გეტყვით 2008 წლიდან, როდესაც ეროვნულმა ბანკმა შემოიღო ეგრეთ წოდებული ინფლაციის ტარგეტირება, ესეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მან ვერც ერთხელ ვერ მიაღწია თავის ტარგეტს, ანუ მიზნობრივ ნიშნულს ინფლაციის მაჩვენებლის. დიახ, ჩვენ საუბრობთ ტარგეტთან დაკავშირებით, ამ წლის 3%-ამდე უნდა იყოს ტარგეტირებული განაკვეთი. მან ვერ მიაღწია, რა თქმა უნდა, და ეროვნული ბანკის მთავარი ძირითადი კომენტარი ამასთან დაკავშირებით ის არის, რომ ეს არ უნდა იყოს ზუსტად 3%, ეს შეიძლება იყოს პლუს მინუს გარკვეული პროცენტი. ამას რა თქმა უნდა უდასტურებს სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც რა თქმა უნდა უправებს იმ არასწორი დათვლითი მეთოდოლოგიით. ამ ტარგეტთან დაკავშირებით ინფლაციის ტარგეტი რა თქმა უნდა 80 ქვეყანაში არის და ჩვენ საუბრობთ სავალუტო ფონდთან დაკავშირებით და სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ზუსტად 80 ქვეყანაში არის დანერგილი ეს რეკომენდაცია. საქართველოს რა თქმა უნდა ეს 2008 წლის შემდეგ 2009-ში დანერგა და ამ რეჟიმის დადებითი უარყოფით მხარეზე ვისაუბროთ, ალბათ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს იქიდან გამომდინარე, რომ რატომ მაგალითად 3% და არა 4%, 2% ან 1%, ან სულაც 10% ეს საიდან მოიტანეს და უშუალოდ საიდან მოტანილი პროცენტები არის, ხომ არ უშლის ხელს ლარის მონეტიზაციის დაბალი დონე ამას ან სხვა რაიმე. საიდან 6% თავიდან, 4 და 3%. რომ გკითხოთ ეროვნულ ბანკს, ისინი თქვენ ვერაფერს ვერ გეტყვიან ამის თაობაზე. მათ არ გააჩნიათ შესაბამისი გათვლები, შესაბამისი სტატისტიკურად დამუშავებული ინფორმაცია, საიდან ეს პროცენტები. ეს პროცენტები არის აღებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებიდან. აი ამაში არის ეროვნული ბანკის უბედურება და ტრაგედია, რომ მას არ გააჩნია მეცნიერულად ძლიერი აპარატი, რომელიც შეძლებს გაანალიზოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დინამიკაში, გააკეთოს რეტროსპექტივა და განსაზღვროს, როდის რა ინფლაციის რა დონეზე ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება უკეთესად. ანუ გამოვიდეს, რომ ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში დამოკიდებულია ძირითადად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში სავალუტო ფონდთან. ეს ძალიან ცუდი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დამოუკიდებელ მონეტარულ პოლიტიკას ამ შემთხვევაში საქართველოს პირდაპირ შეიძლება ვთქვათ მაშინ, რომ მოკლებული არის. რაც ფაქტიურად შეიძლება აცდენილი იყოს რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობას და ფულის განახარდობას, ხო? ეს რა პროცესებთან მიგვიყვანს და რა თქმა უნდა
შემდეგი შეკითხვა რომელიც მინდა გამოვეხმაურო ამ თქვენ ნათქვამს მართალია დღესდღეობით ჩვენი ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა არის აბსოლუტურად დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდზე, მაგრამ ეს დამოკიდებულება არის ისტორიული ხასიათის და ის რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საერთოდ შემოვიდა საქართველოში და დაიწყო რაღაც რეკომენდაციების მიცემა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენა. იმიტომ რომ საქართველოში ეროვნული ბანკი აბსოლუტურად იყო უცოდინარი იმ პერიოდში, ანუ მისი გადასვლა საბაზრო მექანიზმებზე იყო მათთვის აბსოლუტურად გაუგებარი თემა და ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო ფონდის კარნახი, რომ ასე გააკეთეთ, მათი კარნახით ვალუტა იყო შემოღებული ხოლარი, ეს იყო დადებითი მომენტი. სამწუხაროდ გავიდა უკვე და როდის შემოვიდა 2094 წელს, ხო მგონი? 13-14 წელს შემოვიდა. გავიდა 26 წელი, ხო, 27 წელი მიდის, ეროვნული ბანკი ვერ გაიზარდა. ანუ ვერ გახდა დამოუკიდებელი, ისევ ჩამოკიდებული არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე და მინდა გითხრათ, რომ თვითონ აი ამ ფონდის სპეციალისტები ახლა ვარსკვლავებს ციდან ნამდვილად არ წყვიტავენ. და როდესაც მათ ესაუბრები და არგუმენტებს ჩამოუყალიბებ, რომ აი თქვათ ეს რეკომენდაცია არ იმუშავებს, იმიტომ რომ და ჩამოუყალიბებ რატომ, ისინი უკან იხევენ. ისინი ჯიქურკი არ არიან გამიზნული, რომ აი გინდა თუ არა ის და მაინც ეს გააკეთე. აქედან საქართველოსდან არ მოდის ის პოტენციალი, რომელიც მათ გააგებინებს, რომ საქართველოს ეკონომიკას სპეციფიკა გააჩნია თავისი და ის თუ რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ზიმბაბვეში მუშაობს, საქართველოში ვერ იმუშავებს, იქნება დამაზიანებელი. ამიტომ მთლიანად ხა სავალუტო ფონდის დადანაშაულება იმაში, რომ ის მართავს ეროვნულ ბანკს, ნამდვილად არ შეიძლება. ხარ სამართავი და ეტყობა, იმიტომ გმართავი. ეხლა რაც შეეხება ინფლაციას და სავალუტო კურსს, რითაც ჩვენ დავიწყეთ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკი იძახდა, რომ სავალუტო კურსი გავლენას არ ახდენს ინფლაციის მაჩვენებელზე და ეს პოსტულატი სხვათა შორის ამას იმეორებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. იქ მივდივართ ისევ რეკომენდაციები და საქართველოსთან წამოსული თვალთახედვის გაცნობის პრობლემამდე, ანუ ვერ გააგებინეს ეთყობა სავალუტო ფონდის სპეციალისტებს, რომ იმპორტზე, ფაქტობრივად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, რომელსაც თავის წარმოება პრაქტიკულად არ აქვს, ხო? სავალუტო კურსის ცვლილებისას იმპორტირებული საქონელის ღირებულება იცვლება და ეგრევე მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებელზე. ეს საქართველოში ყველას ესმის, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, კი, რომელიც ოფიციალურად აცხადებდა მისი ხელმძღვანელები, რომ ინფლაციის მაჩვენებელი და სავალუტო კურსი ერთმანეთთან კავშირში არ არის და ამიტომაც ეროვნული ბანკი უარს ამბობს სავალუტო კურსის მართვაზე, მის მხარდაჭერაზე და სავალუტო ინტერვენციებზე. ერთი ფუნქცია დაიტოვა, რომელიც არის post გაუფასურების შემდეგ. ახლა ისმის ძალიან საინტერესო კითხვა. ეხლა მთლად ასეთი გონება შეზღუდულები არ ამგონია ეს ხალხი იყოს. მას რატომ ჯიუტობენ? ეხლა არის მიზანი მაშინ. გეტყვით. თქვენ დააკვირდით ბოლო 1 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი დიდი ხალისით აწარმოებს სავალუტო ინტერვენციებს. თქვენ ალბათ ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ის ფულია, რომელიც მთავრობამ აიღო სესხად, ვალის სახით, კი. ანუ მექანიზმი ძალიან მარტივია, მთავრობას ესხულობს, უცხოურ ვალუტა გადადის ეროვნული ბანკის რეზერვებში და ეროვნული ბანკი აძლევს მას ლარს. სწორედ აი ეს უცხოური ვალუტა, ვალი, რომელიც უნდა გადაიხადოს საქართველოს მოსახლეობამ, იხარჯება სავალუტო კურსის მხარდაჭერაზე. ანუ ფაქტობრივად სანამ არ გაუჩნდა ეროვნულ ბანკს დამატებითი სახსრები, მან ერთი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ გაეხარჯა მანამდე არსებული რეზერვები.
თანაც არგუმენტი იყო სასწაული. შეეცვალა პოლიტიკა. კი, სასწაული არგუმენტი იყო, რომ ინვესტორებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვსო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობასო. ესო მათვისო ნიშნავსო, რომ თუ ეკონომიკას გაუჭირდება, ეროვნული ბანკი ამ სავალუტო რეზერვებით დაეხმარება ეკონომიკას. ანუ მათი ლოგიკა წარმოგიდგენიათ, ინვესტორები ამას უყურებენ და როდესაც ეკონომიკას უჭირს და არ იხარჯება სავალუტო რეზერვები ეკონომიკის მხარდაჭერად, ამ დროს ინვესტორები რას ფიქრობენ? ამაზე უკვე ეროვნული ბანკი კომენტარს აღარ აკეთებს. იცით, ეკონომიკის მართვა ძალიან რთული არის და ალბათ ცოდნა არის საჭირო. გასაგებია. მე შეკითხვა მაქვს თვითონ რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი იშველიებს ხოლმე, როცა პრინციპში გამართლებულიც არის ამ შემთხვევაში პანდემია და ეს კრიზისია ფიფუნა, რომელიც გადაიზარდა ეკონომიკაში, ხო? თვითონ ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა 2008-ში კრიზისი კიდევ. 2009-ში რომელიც გაგრძელდა, მაგ პერიოდში ჩვენ შევამცირეთ რეფინანსირების განაკვეთი 5%-დან 12%-დან. და ეროვნული ბანკი იძახის, რომ შესაბამისად არ გაიზარდა ფულზე მოთხოვნა, არ გაიზარდა დაკრედიტება. მაგრამ აქვე იძახის, რომ ამ დროს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი ამ პერიოდში იყო სუსტი. მაგალითად, რეფინანსირების სესხები ამ შემთხვევაში არ იყო ეს ინსტრუმენტი და ამის მართვის ინსტრუმენტი არ ქონდა და აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკი მოკლებული იყო ამ პოლიტიკის შედეგს. ნუ თავადვე იძახის. მაგრამ დღეს როცა გამართული ინსტრუმენტები გვაქვს და ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი, თუნდაც რეფინანსირების განაკვეთი, თუნდაც სხვა მაგალითად სარეზერვო მოთხოვნების ცვლილება და ასე შემდეგ, ხო? გარკვეული ინსტრუმენტები, რომელსაც შეუძლია ზემოქმედება იქონიოს კომერციული ბანკების ფულადსაკრედიტო პოლიტიკაზე. კომერციული ბანკების. ამ შემთხვევაში თუ შესაძლებელი იყო, მე ამოვიღე დაახლოებით 100-150 ხალხი გადახედავს დაახლოებით 150 ქვეყანა და აქედან და 60 ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი. მე მაყურებელს მინდა აუხსნა საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს რომ მაყურებელი ჩავთოთ პროცესებში საპროცენტო განაკვეთი რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი ეს არის მასზე არის მიბული გრძელვადიანი იპოთეკური სესხები ეს არის ბიზნეს სესხები და ასე შემდეგ გრძელვადიანი სესხები რომელზედაც მთავრობამ ძალიან დიდი თანხა დახარჯა როცა დააზღვია სამშენებლო კომპანიების პროცენტები რაიმე კავშირში თქვენ კავშირს თუ ხედავთ ამ ყველაფერთან და ის ჩამოთვლილი 100 ქვეყნიდან 50 ქვეყანა არის მესამე სამყაროს ქვეყანა, რომელსაც აქვს ჩვენაირი მაღალი საპროცენტო განაკვეთი. რასთან გვაქვს საქმე? როცა განვითარებულ ქვეყნებს ნოლთან მიახლოებული საპროცენტო განაკვეთი აქვს და მით უმეტეს ამ პერიოდში როცა გვიჭირს და ფულზე ხელმისაწვდომობა ჭირდება, ამ დროს ეროვნული ბანკი გვიზღუდავს ამ ხელმისაწვდომობას. ამ მთლიანი მოცემულობიდან თქვენ რა დასკვნა შეგიძლიათ გამოიტანოთ? რაც შეეხება სხვა განვითარებად ქვეყნებს იქ სადაც სავალუტო ფონდი როგორც საქართველოში მართავს ცენტრალურ ბანკებს ძირითადი რეკომენდაცია აი სტანდარტული რეკომენდაცია ეს არის ინფლაციის ანუ ჰიპერინფლაციის თავიდან აცილების მიზნით რაც შეიძლება ნაკლები ფულის მასა დატოვებულ ექნას ეკონომიკაში სწორედ ეს მაღალი საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების სესხებზე ემსახურება ეკონომიკიდან როგორც ბიზნესიდან ასევე მოსახლეობიდან რაც შეიძლება მეტი ფულადი სახსრების ამოღებას ანუ ამას ქვია რესტრიქციული მონეტარული პოლიტიკა რომელიც ფულის მასის შეზღუდვის, ანუ შემცირების შეკუმშვის გზით აღწევს ფასების მეტნაკლებ სტაბილურობას. იდეა არის ძალიან მარტივი. რაც უფრო ნაკლები გაქვს ფული შენ როგორც ბიზნეს და შენ როგორც ფიზიკურ პირს, მით უფრო ნაკლებ საქონელს ყიდულობ, ხო?
ანუ შენ არ შეგიძლია მომატებული ფასი გადაიხადო, იძულებული ხარ იყიდო იაფი საქონელი, ბიზნესი კი შესაბამისად ხედავს, რომ თუ ვერ ყიდულობ ძვირ საქონელს, იძულებულია გაიაფოს საქონელი. აი ეს არის დედააზრი ჩადებული ამ მაღალ რეფინანსირების, ანუ იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთში. ზუსტად აქცევე ამავე პრინციპით იქცევა ეროვნული ბანკი საქართველოშიც 2008-2009 წლების საბანკო კრიზისის დროს, როდესაც მან დაწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეს იყო არა იმიტომ, რომ ფული გამხდარიყო ხელმისაწვდომი. მაშინ ეხლა მე ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც კომერციული ბანკები საერთოდ არ იძლეოდნენ სესხებს. საერთოდ. მათ ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდათ, შიში ჰქონდათ, რომ გაცემული სესხი არ დაბრუნდებოდა, იმიტომ რომ მოსახლეობა იყო ძალიან რთულ მდგომარეობაში და ისინი არ იძლეოდნენ სესხებს. და თქვენ წარმოიდგინეთ ლიკვიდობის პრობლემა. ლიკვიდობის პრობლემა იმდენად არ ჰქონდა, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი მათ ეხმარებოდა. შიში, ეს საბანკო კრიზისის პრობლემა კი. და მე ისიც კი მახსოვს, რომ იმდროინდელი პრეზიდენტი დადიოდა და ეხვეწებოდა კომერციულ ბანკებს, დაიწყეთ მუშაობა და დაიწყეთ სესხების გაცემა. მაშინ იყო სხვა სიტუაცია. დღეს არის სხვა სიტუაცია. თქვენ იცით, რომ ეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ანუ ეს 8% დღევანდელი, ეს რისი პროცენტი არის? ეს არის საპროცენტო განაკვეთი სესხისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აძლევს კომერციულ ბანკებს. და შემდგომ უკვე კომერციული ბანკები იყენებენ, ხო, ეკონომიკაში უშვებენ ამ ფულს სესხების სახით. თქვენ ასევე იცით, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მაღალ დოლარიზირებული, ხო? ჩვენთან დოლარიზაციის მაჩვენებელი ვერაფრით ვერ ჩამოწდა 60%-ს, ანუ 60-70 წინა წლებში უფრო მეტი იყო საპროცენტო განაკვეთი. ამის გამო მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი არის ძალიან შენელებული. ანუ, როდესაც ეროვნული ბანკი ცვლის საპროცენტო განაკვეთს მონეტარული პოლიტიკის, ის ეკონომიკაზე თვითონ წერს ეროვნული ბანკი, აისახება 4-6 კვარტალის შემდეგ. ანუ წელიწად ნახევარი უნდა რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება აისახოს ეკონომიკაზე. ისმის კითხვა, არის თუ არა ეს საერთოდ ინსტრუმენტი ეროვნული ბანკის? ქმედითი ინსტრუმენტი. ფაქტობრივად მას დანიშნულება არ აქვს. თუ წელიწად ნახევარი შენ ელოდები ეფექტს და იმ წელიწად ნახევრის მერე აბსოლუტურად უკვე იცვლება ეკონომიკური პირობები, ხო? და სხვა გადაწყვეტილებაა საჭირო. ასეთი ინსტრუმენტი არის არაეფექტიანი და მის გამოყენებას აბსოლუტურად აზრი არ აქვს. ამიტომ, როდესაც ეროვნული ბანკი დეკლარირებს, რომ აი ჩვენო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე ვიმსჯელეთო, გაფიცებთ რა. რა იმსჯელეს, ვიმსჯელეთ და აი გადავწყვეტეთ შემცირება ან ზრდა ამ განაკვეთის. ეს არის უბრალოდ, როგორ გითხრათ, აი სუფრაზე სადღეგრძელოების თქმა, იმიტომ რომ რეალურად ეკონომიკაზე მას გავლენა არ აქვს მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, თორემ სესხებელზე აქვს პირდაპირი გავლენა. როდესაც იზრდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუ სესხი გაქვთ მიბმული ამ განაკვეთზე, ბუნებრივია თქვენი სესხი ძვირდება, კი, მაგრამ ეკონომიკაზე ამას გავლენა არ აქვს. ანუ უნდა ველოდოთ წელიწად ნახევარი, რომ რაღაცა მაკროეკონომიკური ეფექტი მოქცეს. ფაქტობრივად ეროვნულ ბანკს ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი, რაც გააჩნია ეკონომიკაზე ზემოქმედების სახით, ეს არის სავალუტო ინტერვენციები. მეტი არაფერი. აბსოლუტურად. დარჩება სარეზერვო მოთხოვნას, როგორც დოლარში, ლარში, გარკვეული ეფექტი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეალურად ეროვნული ბანკის ქმედება მინდა ცოტა სხვა კუთხით წავიყვანო. 4% დააზღვია მთავრობამ. და რა თქმა უნდა თქვენ საუბრობთ და ყველამ ვიცით იმას დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიღებთ ვალს და ფაქტიურად ბიუჯეტის დეფიციტური ბიუჯეტის თვითონ ამოვსება ხდება ვალით და შესაბამისად ვალით ვცხოვრობთ დღემდე.
მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებით ცხოვრობს ძალიან ბევრს არგუმენტი ექნებათ, მაგრამ მას აქვს წარმოებული ეკონომიკა, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. ესე იგი, მთავრობა ხარჯავს ბიუჯეტში არსებულ იგივე ვალს, რასაც ეროვნული ბანკი პრინციპში ლარის კურსის დასასტაბილურებლად. რამდენად სწორი იყო დაუშვათ და რამდენად შესაძლებელი იყო, რომ მოდი უფრო გავამარტივოთ, რა შეიძლებოდა თუ არა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის დაწევა. და შეიძლებოდა თუ არა ეს საპროცენტო განაკვეთი ყოფილიყო 4% ან თუნდაც 2% ან 3%. როგორ ფიქრობთ? და ამ შემთხვევაში დაგჭირდებოდა თუ არა იპოთეკური სასხების დაზღვევა მთავრობის მიერ? კი, ლოგიკა იმისა, რომ ეხლა არის მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მდგომარეობს იმაში, რომ ეროვნულ ბანკს არ სურს ქვეყნის ეკონომიკაში დაუშვას დიდი ოდენობით ლარი. მას ეშინია, რომ ლარის მასის ზრდასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს ინფლაციის მაჩვენებელი. სწორედ ეს შიში მას აიძულებს გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი და შესაბამისად მეტი ფული ამოიღოს ეკონომიკიდან. სწორედ ამას ემსახურება ასევე კომერციული ბანკების სარეზერვო მოთხოვნები, ამას ემსახურება ფასიანი ქაღალდები, იგივე სადეპოზიტო სერტიფიკატები, რომელსაც ყიდის ეროვნული ბანკი. დიახ, ანუ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ფული იყოს ამოღებული და ეს ეთყობა კიდევაც ფულის ბრუნვის სიჩქარე არის ძალიან დაბალი, ხოლო მონეტიზაცია ქვეყნის ეკონომიკის არის კატასტროფული. 18-19% ქვეყნის მონეტიზაცია ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის სტაგნაციას. იმიტომ რომ მეცნიერები საერთაშორისო დონეზე მივიდნენ იმ დასკვნამდე, როდესაც ანალიზებდნენ ყველა ქვეყნის ეკონომიკებს, რომ თუ მონეტიზაციის კოეფიციენტი არ აღემატება 30%-ს, ასეთი ქვეყნის ეკონომიკა ვერ ვითარდება. 30% და ზემოთ, თქვათ 50-80%, ზოგ ეკონომიკას აქვს 100%-იანი მონეტიზაცია, ანუ ბევრი ფული ტრიალებს, მაგალითად როგორც იაპონიაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა თქვათ ვერ ვითარდება და იქ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელია. აი ისე მივდივართ ცოდნის პრობლემამდე. ფაქტობრივად ეროვნული ბანკის როგორც ჩვენ ხედავთ ეხლა ანალიზის შედეგად, როგორც ჩანს, ერთადერთი მიზანი არის, რომ არ დაუშვას საქართველოს ეკონომიკაში დიდი ოდენობით ლარის გაშვება. მაგრამ საპირისპიროდ ამისა ჩვენმა მაყურებელმა იცის, კი, რომ მთავრობამ აიღო დიდი ოდენობით სესხი. საწყის ეტაპზე ეს იყო 1.6 მილიონი, ლარში გადაყვანილი ეს დაახლოებით 5-6 მილიარდი ლარი არის. ფაქტობრივად ეს 5 მილიარდი ლარი ისე შევიდა საქართველოს ეკონომიკაში, რომ ეკონომიკამ ვერ იგრძნო ამ ფულის შეყვანა ბრუნვაში. იმდენად დიდი არის ეკონომიკის მოთხოვნა ლარზე, რომ აი ამ დიდმა თანხამ გავლენა ვერ მოახდინა ვერც ხომ შეასო ის მოლოდინები, რა მოლოდინებითაც იყო ლარი გაუფასურებული იმ დონეზე, რაც დაუშვათ დღევანდელ დღეს გვაქვს. ლარი ძალიან გაუფასურდა 2.6-დან ავიდა 3. ხომ არ იყო დაუშვათ იმ მოლოდინების შევსება, რა მოლოდინებიც ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას, თუნდაც ინვესტორებს, რომლის საფუძველზეც ძალიან ხშირად საქართველოში ფსიქოლოგიური მომენტიდან გამომდინარე იცვლება ლარის კურსი, ანუ მოლოდინებიდან გამომდინარე. და შეიცვალა 2.6-დან ავიდა 3.4-ზე. ეს გაბერილი, ანუ მოლოდინი, რომელსაც შექმნა ბუშტი ამ შემთხვევაში, ხომ არ შეავსო რეალურად იმ ფულის მასამ, რა ფულის მასაც დაუშვათ ზედმეტად გაუშვეს. ანუ ხომ არ იმოქმედა. კი. რაც შეეხება ფულის მასას, ფულის მასის გავლენა ინფლაციაზე არის 0. 0, იმიტომ რომ ინფლაციის მაჩვენებელი არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ იმპორტის ფასებზე. და იმპორტის ფასები, თქვენ იცით, ეს არის განპირობებული უკვე გაცვლითი კურსით.
რაზე იმოქმედა ამ ფულმა, ხო, რომელიც შემოვიდა ეკონომიკაში, ბიზნეს გაუხარდა. ანუ მათი გაყიდვები გაიზარდა. მათ გაეზარდათ გარკვეული შემოქმედება. ეკონომიკა გვაქვს უფრო დიდი, ვიდრე ფულის მიწოდება არის და საჭირო. რა თქმა უნდა. დაახლოებით ხომ არ გაქვთ დათვლილი რა შეიძლება იყოს აუშვეთ რამდენი შეიძლება დაჭირდეს? აი მაგალითისთვის 5 მილიარდი ლარი ისე შემოვიდა 1 წლის განმავლობაში ეკონომიკაში, რომ ეს ინფლაციის მაჩვენებელს არ დაეტყო. ინფლაციის მაჩვენებელი გააფუჭა ლარის კურსმა. და ლარის კურსი არაფრით არ არის მიბმული ლარის მასასთან საქართველოში. კურსი როგორ ყალიბდება? ეს არის ძალიან ელემენტარული, ხო? კომერციულ ბანკებს აქვთ საჭიროება, თქვა დააფინანსონ იმპორტი, ხო? ან თქვა ვიღაცა ბიზნესმენის თანხები, ხო, თანხები, ვიღაცა ბიზნესმენის თანხები გადარიცხონ ქვეყნიდან, ხო, საზღვარგარეთ, ხო? ამ დროს მათ სჭირდებათ უცხოური ვალუტა, თუ საუბარი არის იმპორტზე, ყველა ბანკს ხავს თავისი მუდმივი კლიენტები და მათ ყოველთვის იციან, რომ აი ეს იმპორტიორი, ხო, როდის რა თანხები სჭირდება და ყოველთვის აქვთ ეს თანხები მომარაგებული, ანუ იციან საიდან იშოვან. მაგრამ როდესაც რომელიმე ბობოლა ბიზნესმენს მოუნდება ფულის გატანა ქვეყნიდან, აი თქვათ ერთჯერადად ერთ დღეში 3 მილიონი 5, 10, 20 თანხებზეა საუბარი. ზოგჯერ უფრო მეტიც. აი ამ დროს დეფიციტი ჩნდება კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტის და ამ დროს ხდება ფულის მოძიება, იგივე ბლუმბერგის ხო, ერთმანეთს შორის ვაჭრობთ. ხო, ბიმარჯებია ბეს ბლუმბერგს და შესაბამისად იქ ვაჭრობთ ჩვენ. ხო, და ბიმარჯებს ვილაპარაკოთ, ცალკე ესეც კატასტროფა არის, რაც გაკეთდა. და ფაქტობრივად, როდესაც იძიებს კომერციული ბანკი დამატებით სახსრებს, ბუნებრივია ამ დროს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე იზრდება და ლარი ვარდება. აი ეს არის ძალიან მარტივი მექანიზმი ლარის კურსის ჩამოყალიბების. და ეს პირდაპირ გავლენას ახდენს იმპორტის ფასებზე, იმპორტის ფასი კი გავლენას ახდენს ინფლაციის მაჩვენებელზე საქართველოში. საიდან დავიწყეთ აღარ მაქვს. დიახ, და თუ დავუშვათ ამ შემთხვევაში იმპორტის ჩვენ ვიცით რომ იმპორტზე გადარიცხვები გვჭირდება და მოთხოვნა იზრდება დოლარზე. დავუშვათ ეროვნულ ბანკმა ეს ყველაფერი იცის გარკვეულ თქვენს ახსენეთ თქვენს საუბარში რომ გარკვეულ პერიოდულობით ხდება ეს გადარიცხვები, იმიტომ რომ ხდება ამოლევა იმ პროდუქციის და შესაბამისად ახალი პროდუქციის შემოტანა არის საჭირო. ეროვნულ ბანკმა ეს იცის და ძალიან კარგადაც იცის. ხომ არ ურჩევნია ეროვნულ ბანკს და ხომ არ დავუშვათ კარგი იქნებოდა რომ ეროვნულ ბანკს ამ პერიოდში გაემყარებინა კურსი, რომ შემდეგ დავუშვათ ეროვნული ბანკისა და თუნდაც ორ ბანკს შორის ვაჭრობა, ხო, ბიმარჯზე, ახლა ბლუმბერგზე ყოფილიყო ამ შემთხვევაში უფრო დაბალი კურსით მოთხოვნა. აი თუ დავუშვათ ცოტა გასაგებად ავსები. ეროვნულ ბანკს ანუ ხომ არ გაამყაროს ეროვნულ ბანკმა იქამდე სანამ დავუშვათ რამდენიმე დღით ადრე კურსი, რომ შემდეგ ამ კურსს მიემატოს ძალიან პატარა კურსი, რომ იდეალში ეს არის ძალიან კარგი სიტუაცია, იდეალში. მაგრამ რეალობაში ეროვნულ ბანკს ამისთვის ხელს უშლის ორი ფაქტორი. პირველი ფაქტორი, რომ მას არ უნდა სავალუტო რეზერვების ხარჯვა და მეორე ფაქტორი, მე რატომ უნდა დავხარჯო სავალუტო რეზერვები ვიღაცა ბიზნესმენის დასაფინანსებლად. აი ეს ორი ფაქტორი არის, რომლითაც ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს, როდესაც ხელს იღებს ლარის კურსის მხარდაჭერაზე. და ეს გამოჩნდა ზუსტად აი ამ წელს, როდესაც მან ფაქტობრივად მთავრობის ფული ხარჯა სავალუტო კურსის შენარჩუნებისთვის. ისევ და ისევ მინდა გამოვთქვა ვარაუდი, რომ აშკარად მთავრობიდან იყო აშკარა ზეწოლა ეროვნულ ბანკზე ბოლოს და ბოლოს არ ვიცი ისინი მიხვდნენ თუ არ მიხვდნენ, რომ თურმე სავალუტო კურსი ეს ეროვნული ბანკის ეპარქია და მისი სამართავი არის, თორემ მანამდე ძალიან ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ ფინანსთა მინისტრი რა კავშირში იყო კურსთან არ ვიცი და იქ პრემიერ-მინისტრი ხო და ალბათ მოვიდნენ აზრზე რომ თურმე სავალუტო კურსი ეს არის ეროვნული ბანკის საქმე
და ალბათ არსებობდა რაღაცა ზეწოლა მათი მხრიდან, განსაკუთრებით პოლიტიკური მოვლენების ფონზე, როდესაც სჭირდებოდა ხო, რაღაც დადებითი იმიჯი პოლიტიკური ამა თუ იმ მმართველ პარტიას, ამიტომ ეს პროცესი ფაქტობრივად გახდა უკვე რაღაც პოლიტიკის ნაწილი. როდესაც ეროვნულ ბანკს ამოეწურება ეს თანხები, რომელიც მთავრობამ აიღო, სესხად ძალიან დიდი ალბათობით ყოველგვარი მხარდაჭერა შეწყდება ამ სავალუტო კურსის და სხვათა შორის რაც შეეხება ახლა ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც დღესდღეობით არის საოცრად დაბალი, ხო? თქვენ იცით რომ არსებობს ასეთი პროგრამა სახელმწიფოს დაფინანსების ამ კომუნალური გადასახადების და ასე შემდეგ. ეს არის საკმაოდ დიდი თანხები, რომლებიც ფაქტობრივად ამოვარდა ინფლაციის დათვლის პროცესიდან. მართალი არსებობს ასეთი მეთოდოლოგია, საერთაშორისო სტანდარტები, როდესაც სახელმწიფო რაღაცას აფინანსებს, ის არ შედის ინფლაციის მაჩვენებლის გათვლაში, მაგრამ მას სხვანაირად ქვია ფარული ინფლაცია. და ის უწყება, რომელიც თვლის ინფლაციას, თუ მას გააჩნია ღირსება და ელემენტარული ქვეყნის სიყვარული, მაინც აუცილებლად უნდა დათვალოს ინფლაციის ორი მაჩვენებელი. ერთი, რომელსაც დაუშვათ საერთაშორისო სტანდარტებით, ეხლა დაგვითვალა ძალიან დაბალი გამოვიდა და მეორე კიდევ რეალური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც შესაძლებელი არის ორნიშნად ციფრიც კი გამოვიდეს. და თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მოსახლეობის მდგომარეობას, შესაბამისად ძირითადი მოთხოვნა არის პირველადი მოხმარების საგნებზე, სურსათზე და ასე შემდეგ, ხო? და ჩვენ ძირითადად გავზარდეთ ფუფუნების საგნების წონები მთლიანი დათვლის ინფლაციაში და თან მით უმეტეს 304 პროდუქტი ძალიან ბევრი არის და მისი საშუალო არითმეტიკული უკვე ძალიან ცოტა გამოდის, რაც უნდა მაღალი იყოს სურსათის ფასი. 30% ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა არის და ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ხელფასებიდან უფრო მეტს ხარჯავთ სურსათზე, ვიდრე დაუშვათ 30% არის. ეს ძალიან მარტივად. რაც შეეხება იმ ტერმინალს, სადაც ხდება ვაჭრობა და ეხლა უფრო გააფართოვეს ეს ტერმინალზე მოქმედება, თვითონ ჩართულთა რაოდენობა და ბიმარჩის ტერმინალი შეიმუშავეს, რომელიც მიმოვლე არის Bloomberg-ზე და სადაც ჩართულები არიან უცხოელი ინვესტორები, უცხოელი სპეკულიანტები შეიძლება დავარქვათ და ასევე ჩართული არიან ადგილობრივი სექტორის წარმომადგენელი, ფინანსური სექტორის წარმომადგენელი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ძირითადად და მოსახლეობას რა თქმა უნდა კიდევ და კიდევ არ მიუწვდება ხელი და რეალური კურსი აქ არ ვიცით გება თუ არა თქვენი გადასახედიდან და თუნდაც ის გარიგებები, რომელი გარიგებების დგება გარკვეული ლოტით, რამდენად სრულდება ეს ხომ არ არის საჯარო და ეროვნულ ბანკსაც ხოლმე ეს ინფორმაცია არ აქვს. რამდენად შესრულდა გარიგებები და კურსი რამდენად რეალურია დღეს. ამ მხრიდანაც რო შევხედოთ. ეროვნული ბანკის რეგულაციებში არის გაწერილი საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები იმისა, რომ აუცილებლად ყველა გარიგება უნდა სრულდებოდეს. ამის კონტროლის მექანიზმი. ამის კონტროლის მექანიზმი არის ცოტათი შეზღუდული. მართალია ეროვნული ბანკი მონაწილეობს ამ სავალუტო ინტერვენციებს იქ ახორციელებს და ყველა ინფორმაცია მას უდევს ხელის გულზე. მაგრამ რაც შეეხება უცხოურ სპეკულანტებთან აი დაუშვათ ანგარიშტორების პროცესს, მისი გაკონტროლება არის ძალიან რთული. თუ თქვათ კომერციული ბანკები ერთმანეთში ახორციელებენ ანგარიშტორებას გარიგებაზე, ხო? ეროვნულ ბანკს აი როგორ გითხრათ, ხელის გულზე უდევს მათი მოძრაობა თანხების. ანუ ეროვნულ ბანკმა იცის აბსოლუტურად როგორ მოძრაობს თითოეული კომერციული ბანკის სახსრები და რაც შეეხება უცხოელებს, ეს უკვე ძალიან რთული პროცესი არის და ამიტომ ჯერჯერობით გაკონტროლება ამ სიტუაციის, საერთოდ სპეკულანტების გაკონტროლება არა მარტო Bloomberg-ის პლატფორმაზე, აი ჩვეულებრივ კვალიფიციურ ბირჟებზეც კი არის საკმაოდ რთული, შესაძლებელია,
მაგრამ რთული არის. ანუ გამოცდილი სპეკულიანტებს აქვთ ისეთი ხერხები და მეთოდები, რომ სანამ არ დაიჭექებს, ვერ მიხვდები, რომ ეს იყო რაღაც თავშოთ თაღლითური სქემა, ხო? ძალიან რთული არის. ასეთი სქემები ხა თვითონ ეს ჩვენი ეს ბიმერჯი, ხო? არის ძალიან პატარა და მსხვილი სპეკულიანტებისთვის ნამდვილად არ არის საინტერესო პლატფორმა. თუ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდა და უფრო მეტი სახსრები გაიტანეს კომერციულმა ბანკებმა სასპეკულაციოდ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ბევრად უფრო საინტერესო. აქ ხომ არ არის ჩვენი საპროცენტო განაკვეთი რაიმე შუაში? მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს გულისხმობთ? არა, სავალუტო კურსთან მას არ აქვს კავშირი. მაშინ რამდენი არის თვითონ ეროვნულ ბანკს გამოაქვს გარკვეული თანხები თვითონ ბიმარჯზეც, ხო? და ყიდის. ასევე გამოაქვს ფასიანი ქაღალდები, ნუ ეხლა ბიმარჯზე არა, მაგრამ ფასიანი ქაღალდები გამოაქვს და ყიდის. მასზე მოთხოვნა ბოლო დროს გაიზარდა ძალიან. და დაახლოებით 656 მილიონი არის თუ სწორად მახსოვს. უცხოურ ინვესტორებს აქვს ნაკლები ქართული ფასიანი ქაღალდები. როცა გადავხედეთ თვითონ რეგიონში მოთხოვნას თვითონ ფასიანი ქაღალდებზე, ძალიან შემცირებულია თვითონ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებზე მოთხოვნა. ეს ხომ არის განპირობებული იქედან, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთი და ამით სარგებლობენ უცხოელები და ამაში რაიმე მთავრობას ან ეროვნულ ბანკს რაიმე წვლილი ხომ არ მიუძღვის და თან ინტერესი პროსურად. კი, რა თქმა უნდა იყიდება სამთავრობო ფასიანი ქაღალდები, ანუ იგივე საბიუჯეტო ვალი და ობლიგაცია. რა თქმა უნდა და თუ თქვათ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნულ ბანკს დაწესებული აქვს 8%-ად, ეს ქაღალდები იყიდება 9-10%, ზოგჯერ 11% გააჩნია ვადიანობას. ანუ ფაქტობრივად ბიუჯეტი ტყავდება. იცით, ეს გაუმართლებლად მაღალი საპროცენტო განაკვეთი შეიძლება გავამართლოთ იმით, რომ დაუშვათ არავინ არ იყიდის ჩვენს ფასიან ქაღალდებს, თუ მასზე არ იქნება საკმაოდ დიდი შემოსავალი. ნუ არ კოტირებს, არ ვარგა ჩვენი ფასიანი ქაღალდები, ხო? მაგრამ რადგან სახელმწიფო დგას მის უკან, მაინც საინვესტიციო პორტფელში დივერსიფიკაციის გამო, რომ ეს არის არარისკიანი ფასიანი ქაღალდი, შეიძლება ვიღაცამ იყიდოს ამის გამო, ხო? ნუ არარისკიანს ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ რისკი გაკოტრებისა კი, და ასე იყო 2003 წელს იყო ჩვენ ვერ ვიხდით დავალიანებას და სუვერენული დეფოლტის გამოცხადების წინაშე ვიდექით, ასე რომ ეგეც არ არის გამორიცხულებული. რომელსაც საინვესტიციო რეიტინგი ჩვენ არ გვაქვს. საინვესტიციო არ გვაქვს. ნუ ქვეყნის რეიტინგი რომლის საფუძველზე ჩვენ ესხებს გვაძლევენ და შესაბამისად ესეც გარკვეული სიგნალი არის ინვესტორებისთვის, რომ დაუშვათ შეიძინა ეს. ბატონო მებხვია, სად არიან ინვესტორები? საქართველოში, ხო? ხო, ეს როგორ არის? ეს ფასიანი ქაღალდები თქვენ ისეთ რომ მათ კომერციული ბანკები ყიდიან, ხო? და ეს ფასიანი ქაღალდები ნაყიდი აქვთ ისეთ უცხოელ თქვათ ბიზნესმენებს, ინვესტორებსაც არ დავარქვევ მას, რომლებსაც გააჩნიათ მექანიზმები ზემოქმედება მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე, თუ მან გადაწყვიტა, რომ არ გადაიხდის თქვათ ან საპროცენტო განაკვეთს ამ ქაღალდებზე, ხო, ან შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს. ასე იყო 2004 წელს რუსეთში, როდესაც რუსეთმა უარი თქვა თავისი სახაზინო ვალდებულებების ანაზღაურებაზე. იქ ფაქტობრივად კრიზისი მოხდა ეკონომიკაში. ანუ ასე მარტივად არ არის, რომ თქვათ ჩვენმა მთავრობამ რაღაცა ფასიანი ქაღალდები გაიტანოს ბაზარზე და ყველა მსურველმა იყიდოს. არა, ესე არ არის. ეს არის საკმაოდ მაღალ რისკიანი ქაღალდი და თუ არ გაგაჩნია მის ამ მთავრობაზე ზემოქმედების მექანიზმი, შენ შეიძლება ეს ქაღალდი დაკარგო. და ამიტომაც მაღალი საპროცენტო განაკვეთი ხდისა ესეთ რისკიან ქაღალდს მიმზიდველს. ასაგებია. მე მაინტერესებს ასევე მცურავი სავალუტო კურსთან დაკავშირებით. ჩვენ ვიძახით, რომ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, უბრალოდ რეჟიმი გამართლებულია
როგორ ფიქრობ, დამართლებულია მაშინ თუ ის ხელს უწყობს საგარეო სექტორების გაუმჯობესებას, ანუ ეს ფორმულირება დევს საერთოდ ამ მცურავი სავალუტო კურსის შემოტანის პერიოდში, ანუ საოჭრო ბალანსი ამ შემთხვევაში ხდება გაუმჯობესებული. და რამდენად კითხვა მაინტერესებს თვითონ მცურავი სავალუტო კურსი რამდენად ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას, გულისხმობ ფინანსური მიმართულებით. საქართველოში, კი, გავიგე კითხვა. საქართველოში მცურავი სავალუტო კურსის ქონა დღესდღეობით არის დანაშაული. იმიტომ რომ მცურავი სავალუტო კურსი ეს არის საკმაოდ მერყევი ფაქტორი იმისა თუ როგორ განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა. ეროვნულ ბანკს არ გააჩნია უნარი, ანუ აი თქვა რა განსხვავებაა მცურავ კურსსა და თავისუფალ მცურავ კურსს შორის. მცურავი კურსის დროს ნებადართულია ეროვნული ბანკის იშვიათი ინტერვენციები მის მხარდასაჭერად. თავისუფალი მცურავი კურსი, აქ უკვე ეროვნული ბანკის ინტერვენციები არის გამორიცხული, მაშინ ეს აღარ იქნება თავისუფალი. ორივე შემთხვევაში მიწოდებით ხდება გარკვეულ პლატფორმაზე. ორივე შემთხვევაში აი ასეთი სახის კურსი ჩამორჩენილი, განუვითარებელი, ჩანასახოვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში არის გაუმართლებელი. აბსოლუტურად. რომ არა, აი ყოველ მთლიანი პასუხისგებლობით ვაცხადებ მას. რომ არა ლარის კურსის აი ესეთი მკვეთრი მერყეობა თავისუფალი კურსის პირობებში, რომ არა. საქართველოს ეკონომიკა დღეს იქნებოდა ბევრად უფრო წინწაწეული და განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე ახლა ვართ. და ეს თავისუფალი კურსი, თქვენ გახსოვთ, 2008 წელს ასევე თავმოხვეული იყო ეროვნული ბანკისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რომელმაც შეადგინა უზარმაზარი არზა, სადაც მოიყვანა 1000 არგუმენტი ასეთი კურსის სიკეთეებზე. უფრო მეცაც გეტყვით, ეროვნულმა ბანკმა სრულიად გაიზიარა ეს და როდესაც თქვათ რაღაცა კრიზისული სიტუაცია არის ეკონომიკაში, ის იძახის, რომ სავალუტო კურსმა შთამთქა შოკებიო, ეკონომიკური შოკებიო. ეს იცით, წითელქუდა ზღაპარი გვითხარი, რა შოკები შთამთქა, რა დრო შთამთქა, რა შედეგი. ეს როგორ გითხრათ, ეს თეორიული პოსტულატები, რომლებსაც არაფერი არ აქვს ეკონომიკური საფუძველი ქვეშ ამოდებული, ამართლებს ასეთ მცურავ კურსს. არადა სინამდვილეში ეროვნულ ბანკს რომ გაეკეთებინა, ვთქვათ, აი როგორ აკეთებენ ამას სხვა განვითარებად ქვეყნებში. უყენებენ კურს კორიდორს. აი დაუშვათ აქედან აქამდე დღეს რომ არის 3.25 შეიძლება იყოს 3.50. კი, რაღაცა ფარგლებში მეტნაკლებად იმერყა, კი ბატონო. როგორც კი გაცდები ან ქვევით ან ზემოთ, ეროვნული ბანკი იღებს ზომებს, ხო. ანუ რაღაც ლოგიკა უნდა არის. ბანკთა შორის სავალუტო ბირჟა იქონდა ჩვენ. დიახ. და მაგ გარკვეული მოცულობის ესხი თუ არ გაივლიდა, ნუ ესხი არა, ფულის ნაკადი თუ არ გაივლიდა, კურსი არ იცვლებოდა. დიახ, თქვენ ამაზე საუბრობთ თქვენ. კი, ნუ არა, დათვლის მექანიზმი სხვა არის. მე ვამბობ ხარდაჭერის მექანიზმი. დათვლის მექანიზმი საერთოდ იქ ცირკი მექანიზმები არის, საკმაოდ უცნაური დათვლის მეთოდოლოგია აქვს, რატო აქვს ასე მიღებული, ნამდვილად არ ვიცი. აი თქვათ განხორციელებული ოპერაციების და მიხედვით ითვლის ის კურს. რაღაცა ოპერაციას ის თვლის, რომ უნდა ჩაითვალოს კურსში, რაღაცას არა. ანუ თავისი ფილოსოფია გააჩნია. თუ თქვათ დღეს კურსი, თუ დავუშვათ დღეს არ იქნა საკმარისი ოდენობის თანხა დატრიალებული ბირჟაზე, მაშინ ის იღებს წინა დღის ვაჭრობის მონაცემებს. ანუ საკმაოდ ისეთი მაგრამ იმ შეკრებილ თანხაში შესაბამისად თვითონ რაღაცას ტოვებს ან უმატებს იმის დამიხედ რა პროგრამაც აქვს, მაგრამ ეს პროგრამა არასწორია. ანუ რჩება შტაბეჭდილება, რომ არის ყურით მოტანილი კურსი. ანუ როდესაც გიჭერს რაღაცის დათვლა და ყურით მოგაკ რაღაც ინფორმაცია და მონაცემები, აი ეს. ეს იმას ხوار მიუთითებს, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს გარკვეულ მონაცემებზე წვდომა, ან თვალს ხუჭავს გარკვეულ მონაცემებზე, ან თუნდაც ეს მიღებულია განვითარებულ ქვეყნებში, სადაც
შეიძლება დაუშვათ ჩაითვალოს ის მონაცემად. თუ რა არის თავი? ეროვნულ ბანკს აქვს აბსოლუტურად მთლიანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტრიალებს Bloomberg-ზე. საქართველოს ნაწილში, მაგრამ ხუჭავს თუ არა თვალს, ეს უკვე ძალიან რთული სათქმელია. ძალიან რთული სათქმელი, იმიტომ რომ ეს უკვე გადადის როგორ გითხრათ, კორუფციის სფეროში და ნამდვილად არ ვიცი ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. თუმცა როგორც მეცნიერი თეორიულად მსჯელობა შეიძლება ამაზე. ასე იგი. ნუ ჩავთვალოთ რომ აქ შეიძლება იყოს გარკვეული კვალიფიკაცია თვითონ ადამიანურ რესურსის. ასე იგი, ამ მეორე ფაქტორიც არ გამოვიცოთ. ნუ ეს ჩვენი საქმე უკვე აღარ არის. რა თქმა უნდა, მე მაინტერესებს გამოსავალი, ნუ საბოლოოდ რეზიუმე რო გავაკეთოთ ამ რთულ საუბართან დაკავშირებით ძალიან რთულია თვითონ სისტემა და ერთ გადაცემაში ჩავატიოთ თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი, მაგრამ გარკვეული აქტმის კუთხე თვითონ მაყურებლის ძალიან რთულია და ამიტომ რაღაცების დაშლა გვიწევს. რეზიუმე რომ გავაკეთოთ, რა არის გამოსავალი თვითონ ეროვნულ ბანკმა, რაზე უნდა გააკეთოს ძირითადი აქცენტები და როგორ უნდა იყოს მისი პოლიტიკა და ის უნდა იყოს თუ არა იმ ინსტრუმენტებით დაჯერებული, რა ინსტრუმენტებითაც ახლა იმას ჭირდება თუ არა დამატებითი ინსტრუმენტები, ანუ რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა. მისი პოლიტიკა როგორი უნდა იყოს. დღეს არ მოგწონს ეს პოლიტიკა, გარკვეული მიზეზები და ამ მიზეზებზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკი, რომ ის მოემსახუროს ჩვენ ხალხს. ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. მან უნდა შეასრულოს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნები. Всё. ანუ მან უნდა სცეს პატივი კანონს და მისდიოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს. ხო, პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, ფასების სტაბილურობა, მეორე რიგში ეს არის ეკონომიკის მხარდაჭერა. ვერც ერთი ეკონომიკა ვერ განვითარდება თუ ეროვნულმა ბანკმა განიუქნა ეკონომიკას და ფაქტობრივად დღესდღეობით ეს განი აშკარა არის. მე თქვენ უარეს გეტყვით ძალიან ბევრი ქვეყნის აი ამ ცენტრალური ბანკების შესახებ კანონში ცენტრალურ ბანკებს აკისრიათ არა მარტო ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, არამედ უმუშევრობის დონის შემცირებაც. და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ესე ჩაწერილიყო ორგანულ კანონში და მაშინ ეროვნული ბანკი შესაძლებელი უკვე სხვანაირად შეხედავდა თავის ნაბიჯებს იმას თუ რას აკეთებს ის ეკონომიკაში, როგორ ზღუდავს ეკონომიკის განვითარებას და როგორ ზღუდავს მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ანუ შესაბამისად ბიზნესის საქმიანობას. რა სჭირდება ეროვნულ ბანკს? ნუ მე ხშირად მithქვია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეროვნული ბანკი არის დასაშლელი და თავიდან ასაწყობი. დასატოვებელი არის კვალიფიციური კადრები, დანარჩენი ბალასტი არის გასაშვები და დასაკომპლექტებელია ისეთი ადამიანებით, რომლებსაც ცოდნაც აქვთ, გამოცდილებაც აქვთ, საღი აზრი აქვთ, გონება გახსნილები არიან და უყვართ ჩვენი ქვეყანა. მოკლედ, საუბარი მინდა დავიწყოთ გარკვეული პოსტულატების შევკრიბე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ასევე იაფურზე ხელმისაწვდომობას გაზლის მოსახლეობისას. ეს შედგება 5 ძირითადი პოსტულატი. პირველია დიდი საგარანტიო ფონდის შექმნა, რომლის მთავარი ძირითადი მისია არის დააზღვიოს რისკი გაცემული კრედიტების. მეორე ეს არის საინვესტიციო ფონდის ბანკის შემოყვანა, რომელიც კონკურენციაში ჩაერთვება ამ შემთხვევაში ადგილობრივ ბანკებთან და არსებული კრედიტების, რომელიც გაცემული არის კრედიტები შეიძლება იყოს, ძირითადად ბიზნეს კრედიტებზე, ამ შემთხვევაში საუბარი შესაძლოა სამხარებლო კრედიტებზეც გადავიდეთ, მისი რესტრუქტურიზაცია და ნამდვილი პროცენტული ევროპული პროცენტებში გაცემა. შეიძლება იყოს 2-3%, საქართველოს რისკიდან გამომდინარე შეიძლება მაქსიმუმ 4%. ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის მინიმუმი დაწევა ეს აუცილებელია, იმიტომ რომ აქედან იწყება შემდეგმე დამატება კომერციული ბანკების თანხების და უფასო პრივატიზაცია. უფასო პრივატიზაცია მოგცემს უზრუნველყოფის გარანტიას, ანუ უზრუნველყოფით აივსება მოსახლეობები. მას ექნება კერძო საკუთრება, რომლის უზრუნველყოფითაც აიღებს ჩვეულებრივად
კრედიტებს, იაპ კრედიტებს და გააკეთებს იმ ბიზნესებს, რომელიც მას სურს. ნუ თავი ძირითადი დედააზრი არის ეს, რომ განკერძოება კარგია და კაპიტალიზმის რესურსებზე გადასვლა, მაგრამ მისი ფასი, აქტივის ფასი ამ შემთხვევაში იქნება ძალიან დაბალი. და ჩვენ რო აქტივის ფასი სწრაფად გავზარდოთ, რომელიც მოსახლეობის ხელში გადავა და შესაბამისად ის უმოქმედოდ არ იყოს და არ დაელოდოს გარკვეულ რამდენიმე წელს, რომ მისი აქტივის ფასი გაიზრდება და შემდეგ მას დადებს ბანკში და იქიდან ცეცხლს აიღებს, მაგრამ იქიდან ცეცხლს აიღებს ქართული პირობები და ის ქართული პირობების მოშლაც მინდა, რომ მაღალი კრედიტი, მაღალი პროცენტით არ აიღოს ცეცხლი. ამიტომ ეს მთლიანი სისტემა ერთიანობაში მოსახლეობას, რომელსაც ექნება და აქვს ახლა და დაამატებს უფასო პრივატიზაციით გარკვეულ აქტივებს თავის პორტფელს, ეს აქტივები გამოყენებული იქნას ბოლომდე. მოიზრდოთ იაფი კრედიტები და გახდეს მეწარმე, ან გააკეთოს ის საქმე, რაც მას უნდა, ან დააფინანსოს სტარტაპები თუნდაც ამ იდეით. ნუ ეს არის ხუთი ძირითადი პოსტულატი, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთიანობაში, ბრუნვაში კარგად იმუშავებს, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, უფრო კრიტიკული, რა თქმა უნდა. პირველ 4-ს თვალდახუჭული ხელს მოვაწერ, ანუ ვიზიარებ. იქ ვარიაციებით არ აქვს მნიშვნელობა, იდეა არის ძალიან კარგი. და რაც შეიძლება მეხუთეს, რატომ უფასო პრივატიზაცია, იდეა კარგია, მაგრამ რატომ უფასო, ვიზზე, რა პროცედურებით, ხომ არ იქნება ეს კორუფციის წყარო ხელისუფლებისთვის, ალბათ ეს უფრო დასაზუსტებელი არის და ჩამოსაყალიბებელი. ძალიან მარტივად ამასაც დაკავშირებით, როგორც ჩემი ორგანიზაცია ასევე ძალიან ბევრი იზიარებს სამეგობრო და ეს 2009 წლის შემდეგ ხდება ამის გაზიარება. მოკლედ უფასო პრივატიზაცია რატომ არის ფასიან პრივატიზაციაზე უკეთესი? და ხომ არ არის კორუფციის წყარო? ხომ არ იქნება? კი ბატონო. პირველი ის, რომ აუცილებელია პრივატიზაცია ჩვენს მოსახლეობაზე, რადგან კაპიტალიზმზე გადავიდეთ და საბაზრო ეკონომიკა შევქმნათ, ეს არის უპირობო. იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავხედოთ განვითარებულ ქვეყნებს, ერთადად დგას კერძო საკუთრებაზე. დომინირებული 70, 75, 80% და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში 70%, 75%. ნუ ეხლა იქ ალიასკა და ამაში ამცირა პროცენტო, თორემ 70% მინიმუმ განგებზებული არის. ხომ არ შექმნის კორუფციას. უფასო პრივატიზაცია რატო? ჩვენ გადავავლეთ თვალი სააკაშვილის პერიოდში განგებზებას და იქ იყო ფასიანი განგებზება, ნებისმიერ შეეძლო ინიცირება და ასევე აუქციონჯიზე შესვლა და გარკვეული აქტივის ყიდვა, მაგრამ ერთი ბიჯით ხდებოდა აქტივების, უდიდესად მაგარი აქტივების, უდიდესი მიწების. მაგალითად მე პირადად რამდენიმე ასეული არში მაქვს, რამდენიმე ჰექტარი ნაკადი და ესეთი არის ძალიან ბევრი. ერთი ბიჯით ხდებოდა ესეთი კარგი აქტივების ყიდვა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა არის ღარიბი და კარგად ვიცით, რომ ღარიბი მოსახლეობა ყავს 80% და მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება თუნდაც იაფად შეიძინოს აქტივი. ამიტომ აქედან გამომდინარე არ იქნება სამართლიანი. ის 10% თუნდაც 15%, რომელსაც აქვს გარკვეული თანხები და რომელიც საქართველოს საშუალო ფენაზე მაღლებია, ცხოვრების დონეზე ცხოვრობენ, მათზე ისინი უფრო მეტად შეიძენენ ამ ქონებას, ვიდრე დაუშვათ უფასო პრივატიზაციის პერიოდში და უფასო პრივატიზაცია არის შემდეგნაირად შეიძლება განხორციელდეს. პირველი აქტივები აქ არის მიწა, სასოფლო-სამეურნეო მიწა 55% ისევე სახელმწიფო ხელში არის. ხეთრი. თემ სოფლიოში განვითარებულ სამყაროში ხეთრის კერძო მესაკუთრეები არიან ჩვეულებრივი ხალხი და არა სახელმწიფო მესაკუთრე. ანუ ხეთრის გაყიდვა
უბრალოდ განკერძოება ეს არის აუცილებელი. თუნდაც იმ რეგულაციებით რა რეგულაციაც მას ახლავს დღევანდელ დღეს და ევროპული რეგულაცია შემოვიტანოთ რომ არ მოხდეს მისი, მაგრამ საერთოდ კერძო საკუთრების დაცვა, კერძო მესაკუთრის მიერ უფრო არის ამ შემთხვევაში გამართლებული, ვიდრე სახელმწიფო უბნის დავის საკუთრება ჩვენ კარგად ვხედავთ. ერთი მეველეს აქვს 5000 ჰექტარი დღეს ჩავარებული და ერთი ბოლო და მეორეში რომ ჩავა, უკვე ნახევარი დღე აღარ ექნება, აღარ აქვს უკან. და მესამე, ეს არის ბუნებრივი რესურსები, უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების ფლობელი ვართ. ეს არის ოქრო, ვერცხლი, ტყვია, არგანეცი, ძალიან ბევრი, თუნდაც წყალი, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი რაოდენობით. რაზედაც ჩვენ შეგვიძლია სოფლიო დავაკმაყოფილოთ და კიდე დაგვჩეს გარკვეული პროცენტობა. ეს იმ შემთხვევაში წყალთან დაკავშირებით თუ მინდა ვთქვა რომ წყალი ჩვენ შეგვიძლია ისეთ პირობებში მივაწოდოთ რომ ჩვენ ამით ზიანი არ მივაყენოთ ბუნებას. პირიქით, მას ნამატი რაც აქვს, იმას ვიღებთ. მეოთხე, ეს არის სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც წაგებაზე მიდიან. და დაკიდებულია ჩვენს ბიუჯეტს. ეს ხია დაღებული 1 მილიარდი დოლარის. და შესაბამისად განვითარება თითქმის 98% წამებიანებს. მის განკუთვნილება აუცილებელი არის. ასევე მიმოფანტული არის მთელი ქვეყნის მასშტაბით შენობა ნაგებობები, სახელმწიფო შენობა ნაგებობები და მასზე არანაირი ამ შემთხვევაში დამაგრება ბიზნესების არ ხდება. აუცილებლად უნდა მოხდეს მოსახლეობის ხელში, იმიტომ რომ თუნდაც 10000-ობიდან, დაახლოებით 10000-ობით ესეთი მიმოფანტული შენობა ნაგებობა, იქიდან ნახევარი რომ გამოყენებული იქნას, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკას და ოჯახებს შემატებს დოლარს. მისი განკერძოება უნდა მოხდეს უფასო პრივატიზაციის ფორმულა, ესეთი შეიძლება ესეთი გვაქვს შემუშავებული, ეს არის რომ მოსახლეობას გარკვეული ნაწილებად ეს გავიტანოთ აუქციონზე და მოსახლეობას მივცეთ გარკვეული თუნდაც მაგალითად 1000 ქულა და ორქოთ ქულა და მივცეთ მოსახლეობას ჩაურიცხოთ პირადი ნომრის მიხედვით. მოსახლეობას რომლის საშუალებითაც შეიძლება ანუ თანაბარი სასტარტო პირობები ყველას ექნება ამ შემთხვევაში შეიძლება აუქციონზე იყიდოს უფასოდ ის ქონება რომელიც მას უნდა. აქ უკვე გამორიცხული არის კორუფციის მხარე რატომ? იქიდან გამომდინარე რომ თვითონ მოსახლეობას ერიცხება, ანუ თითოეულ მათგანს ერიცხება და სახელმწიფო ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ ჩაერევა, როცა ვიცით რომ გამოტანილი არის გარკვეული რაოდენობის მაგალითად 3,718,000 ადამიანი ვართ საქართველოში, მაგრამ ემიგრანტებიც არიან და ისინი აუცილებლად შეუერთდეთ, ხო? თითოეულზე გაიცემა 1000. ან შეიძლება იყოს 10,000, ამ შემთხვევაში არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს დათვლადია 10,000 ქულა, რომლის საშუალებითაც მოხდება ყოველთვიურად 18 თვის განმავლობაში მოხდება ამ ქონებების გატანა აუქციონზე და შესყიდვა. ანუ ეს ყველაფერი დავუშვათ პირველ თვეს შეიძლება რაღაცა ფულიანმა. თქვას რომ მოდი, მოვყიდე შენი ქულები. ჩვენ ამის დაშვებასაც ვაპირებთ, რომ რატომაც არა. შეიქმნას მეორადი ბაზარი ქულების გაყიდვის. და იქ ბირჟა შემდეგ უკვე მას მოყვა ბირჟის შექმნა. ანუ კიდევ გახდეს ახალი მექანიზმი, ახალი ფული გაჩნდება კიდე, ახალი მოთხოვნა მიწოდება. კი ბატონო, არა პრობლემა, მაგრამ ახეთ დღეს დავუშვათ 100 ლარი დავაწესეთ თითო ქულაზე, ხო? დავაწესეთ რა, გარიგების დროს მე და თქვენ შევთანხმდით, რომ 100 ლარად თქვენ მომცადით თქვენ 1000 ქულას. ან 10,000 ქულას. თქვენ რაც დავუშვათ გეკოთ, ხო? ხვალ უკვე მოთხოვნა ანუ ამ რაც უფრო მეტი არის მოთხოვნა, ხო? უფრო მეტად იზრდება მასზე ფასი. ანუ დიდას უკვე ხوار თუ ზეგ დაჭირდება 2 იმდენი, 3 იმდენი და ეს შეიძლება ტრილიონზე ავიდეს. ანუ ფული რომ თლიანი ქონება იყიდოს. ანუ ამის შიშები არის ჩვენ გავრილი გვაქვს ეს პერიოდი, რომ მოსახლეობა იძახდა, რომელსაც ჩვენ აუხსენით, რომ ხომარ დაუშვათ მოხდება ერთ ადამიანის ხელში დაუშვათ დიდი ქონება. ვერა. იმიტომ რომ როცა
როცა ამხელა დიდი ქონება გამოდის და ეტაპობრივად გამოდის და როცა შენ ყიდულობ პირველად 100 ლარად და შემდეგ შენ გიწევს ყიდვა და ყიდვა ამ ფულის რა თქმა უნდა მოთხოვნა იზრდება ხომ რადგან ჩაშვებული შესაბამისად მისი ფასიც ამოდის ზემოთ თამით უმეტეს მოქალაქე რო გაიგებს რომ თუნდაც იმ 10000-ით ვიღაცა თავის მეგობარმა მეზობელმა იყიდა უზრავი ქონება რომელიც ღირს ძალიან ძვირი ის უკვე აღარ გაყიდის ანუ ეს მექანიზმი ფიქრობთ რომ ძალიან კარგად იმუშავებს და რომელიც კორუფციას გამორიცხავს რა თქვენი მოსაზრება ამ მოდელთან დაკავშირებითაც მაინტერესებს ну ეს დაახლოებით იმას გავს ვაუჩერიზაციის პროცესს 90-იან წლებში ოღონდ სხვა მექანიზმი, მაგრამ პრინციპი იგივე არის, ხო, დაუბრიგეს ვაუჩერები რაღაც ნომინალური ღირებულებით რაღაცა, ხო? კი, აი ეს ყველა დიდი შეცნობაა ეს. ხო, თქვენ ხართ ღობელები და მე ვიღაცა ბობოლა მოდის, ხედულობს ამ ვაუჩერებს და ხდება ერთადერთი მეპატრონე. კი. ეს ერთი ფაქტორი. განსხვავება მაგ სანამ მეორეზე გადავარ, განსხვავება არის ის, რომ მოსახლეობას ინფორმაცია არ ქონდა თუ რა იყო ვაუჩერი, რას ყიდულობდა ის. მეორე დააწესეს ზედაზღვარი. ფასი. საერთოდ ფასი არ უნდა კონდეს ესეთ აქტივს. ამ შემთხვევაში ფასი ან ქაღალდი შეიძლება დავარქვათ. და მესამე ამ შემთხვევაში ეს არის 18 თვეზე გაწერილი. და 18 თვეზე გაწერილი არის იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესები, რა პროცესებზეც ვისაუბრეთ, ფასის წამოწევასთან დაკავშირებით და თუნდაც სადღაც 6 თვით ადრე ალბათ საინფორმაციო საშუალებები თუ მოხდეს მისი დაუშვათ გადაცემა მოქალაქეებზე და თუ მოქალაქემ კიდევ ვერ გაიგო, პირველ თვეს ვერ გაიგო, მეორე თვეს ვერ გაიგო, მესამე თვეს ვერ გაიგო, მეოთხე თვეს ვერ გაიგო. მაშინ უკვე მართლა არ არის გასაგები და ჩამოშორდი, ხო? მაგრამ ესეთი ფაქტორი ჩვენ არ გავაჩნიეთ, ძალიან ბევრს აქვს ესეთი კითხვა. თქვენ ხომ არ დაუშვათ მაგალითად მე კი მოუვლი გამიგე დაუშვათ ვიყიდე კი მაგრამ მე კი მოუვლი ამ ქონებას მაგრამ ჩემი მეზობელი ვერ მოუვლის ან ჩემი ნაცნობი ვიღაცა გრიშა ვერ მოუვლის რატო გონიათ რომ დაუშვათ თქვენზე სულელი ანუ სულელი იყოს ვიღაცა ხო რატო გონიათ ეს ყველაფერი მაგრამ ამაზე პასუხი არ აქვს ნუ ეხსენ გონია რომ ის სულელია რატო? ამაზე პასუხი არა. ნუ ეხლა ყველას აქვს საკუთარი ქონებები, მაგრამ ამ ქონებას არავინ არ ხრის კიდე. ნუ ეს კითხვა პასუხიც აქვს ამას. დიახ, მეორე კითხვა ქონდა თქვენ. არა, ნუ იდეა არის საინტერესო, მაგრამ ძალიან სერიოზული დასამუშავებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩდება, ხო? ხო, ანუ ეხლა თქვენ იცით ეკონომიკის სამინისტრომ გამოიტანა 100 საწარმო, რამდენი გაიყიდა იქიდან 12 მგონი, ხო? არავის არ უნდა. რატო გონიათ რომ იმიტომ რომ მოქალაქეები ვეკიდულობენ. არა უცაშველებელი. ხო, მაგრამ იცით რა არის? აი დავუშვათ რომც უფასოდ მოგცენ ეს ქონება რა სუზამ. ბიზნესი ზუსტად როცა უფასოდ გაძლევენ ამ ქონებას, აი ზუსტად ეს მექანიზმი, რა მექანიზმზეც ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ, ფულზე ხელმისაწვდომობა ამ შემთხვევაში ამ უძრავი ქონებიდან გამომდინარე. ნუ კი, ახლა მესმის ეს არის დავუშვათ ინვესტორის თანხების გადანაწილება მოსახლეობაზე, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტში რო შევიდეს ეს თანხები. ნუ დაახლოებით ასეთი მექანიზმია, ხო? ეს ქულების გაყიდვა და რაღაცა, ნაწილი თანხებისა, უბრალოდ ბიუჯეტში არაფერი არ შედის და პირდაპირ ნაწილდება მოსახლეობაზე. ეს პირველ ეტაპზე. ხო. მაგრამ მეორე ეტაპზე, მაგალითად, რაც უფრო მეტი არის კერძო ბიზნესი ამ შემთხვევაში ხო ეს გადანაწილებული ქონებები აუცილებლად იჩენს თავს ხო ეხლა მე რომ მაქვს $100,000 ბინა მე შემიძლია 60-70% ნუ მაქსიმუმ მინიმუმ თქვა 60%-ის სესხი ავიღო ანუ 60,000 ავიღო მაგრამ თუ მაქვს მილიონის ქონება ამ შემთხვევაში მე შემიძლია ნუ ჩვენ ვთქვით რომ 2-3 ტრილიონი დოლარის ქონება ეს არის კომუნისტური ფასით დათვლილი ხო მაგრამ თუ მე მაქვს 1 მილიონის ქონება მე შემიძლია 600,000 ავიღო ან
ყველაზე მინიმუმი ვთქვათ 40% არ იყო 400,000. 400,000-ად მე უკვე შემიძლია ძალიან კარგი ბიზნესი დავიწყო. თუ ეს მე მაქვს ძალიან იაფი კრედიტით აღებული. თამით უმეტეს თუ სახელმწიფო კომპანიები, თუნდაც მაგალითად ანაკლიის ფონდი, პორტზე ვთქვათ, იქ სახელმწიფოს გქონდა გარკვეული მიწათა რაოდენობა. ხო, ანუ სახელმწიფო შედიოდა მასში, ხო? პორტს უთმობდა გარკვეულ მიწას, რომელიც ძალიან დიდი იყო. ის რომ ყოფილიყო მოსახლეობის და აუცილებლად ყოფილიყო მოსახლეობის საკუთრებაში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა მათია. და მეორე, რომ მოხდარიყოს აქციების, აქციო საზოგადოების შექმნა და აქციების მეწილი, ანუ წილობრივი აქციების გადანაწილება მოსახლეობაზე, თუნდაც იქ მაცხოვრებელზე და დანარჩენი გამოეტანათ და გაეყიდათ საქართველოს სხვა მოქალაქეებზე. მაშინ ხო დაფინანსდებოდა ეს პროექტი და სახელმწიფო გარანტია უკვე აღარ დაჭირდებოდა, იმიტომ რომ სახელმწიფო გარანტია ჭირდება მაშინ, როცა ამ შემთხვევაში ინვესტორს საქართველოს არის ომის პერიოდში, ხო? თქვათ ეს, ხო? ძალიან მარტივად. საქართველოს დღეს ომობს. ოკუპირებული აქვს 20% და დობის საკითხია. გარანტიის საკითხია, რისკის საკითხია და რისკი როცა მოსახლეობა რისკს იღებს თავის თავზე და მოსახლეობა დგას ამ რისკის უკან და კერძო საკუთრება დგას ამ რისკის უკან, რასაც აღიარებს მთელი მსოფლიო, ხო? განვითარებული სამყარო დგას კერძო საკუთრებაზე და ყველაფერს შეიძლება შეეხო, მაგრამ კერძო საკუთრებას ვერ შეეხები, ხო? ეს ამ შემთხვევაში სპორტი აშენდებოდა, მაგრამ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ერთი ბიზნესმენი შემოდის, მას მიცეს ერთლარად უზარმაზარი ქონებები და ძალიან ბევრი გვინახია, რომ ეს ქონებები დაშალეს და შესაბამისად ჩვენ არაფერი დავუშვათ საწარმოები იყო თუ რაღაცები იყო დაიშალა და მოქალაქეებს არაფერი. ამიტომ ეს მთლიანი ძირითადი პოსტულატები, რაც 5-ისგან შედგება, შეიძლება 6 გახდეს, 7 გახდეს, ეს სამუშაო პროცესია, პროცესის შედეგი შეიძლება გახდეს, პროფესორად. ისა, ეს მოგცემს ნამდვილად ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ეს განვითარების ბანკი, ეს ძალიან სერიოზული პრობლემა არის, თქვენ იცით რომ აპირებდნენ განვითარების ბანკის შექმნას და კომერციულმა ბანკებმა ისეთი რაღაცა ატეხეს, რომ დაივიწყეს განვითარების ბანკი. ანუ ძალიან საინტერესო 5 ვეიდი არის, ძალიან საინტერესო. მართალია დასამუშავებელია დეტალებში, მაგრამ თვითონ იდეა არის ძალიან მისასალმებელი და მე მაგალითად მომეწონებოდა მათი რეალიზება. დიდი მადლობა და დავამატებ, რომ განვითარებული ქვეყნები, რომელიც გადადიოდა გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, თუნდაც ინგლისი, ტერჩელის დავუშვათ პრივატიზაცია, ძირითადად მათმა შექმნეს ბანკები, იმიტომ რომ ფულზე ხელმისაწვდომობა ამ შემთხვევაში გაზრდილიყო, ეს ჩვეულებრივ გამოცდილი ამ შემთხვევაში არა გამოცდილი მეთოდი არის. დიდი მადლობა ქალბატონ ლიას სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ეკონომიკის დოქტორი პროფესორი ქალბატონ ლია ელიავა. უფასი მადლობა თქვენი დროისთვის და კვალიფიციური საუბრისთვის, რომელიც შედგება დღევანდელ დღეს. მადლობა. ჩვენ გიმოვაშახოთ.